მოგესალმებით ყველას. Ყველას ცხოვრებაში ხდება მომენტი, როდესაც არ იცი როგორ მოიქცე. ან უშუალოდ შეიძლება გქონდეს სტაბილური სიტუაცია და პრობლემური თემა არ გქონდეს, მაგრამ მაინც იყოს მომენტი, როდესაც ვერ გაგიგია კონკრეტულად რა გააკეთო, როგორ მოიქცე, რა გჭირდება ცხოვრებისეულად, ხო? შესაბამისად, დღევანდელი არსებული საჯარო გაშლა იქნება მათთვის, ვისაც სჭირდება გარკვეული სახის პასუხების მიღება ცხოვრებისეული საკითხების მიმართ. ვარიანტების რაოდენობა, როგორც ყოველთვის, გვექნება 3 ვარიანტის კატეგორია. გააკეთებთ თქვენთვის არსებულ ვარიანტზე არჩევას 3 ვარიანტიდან, ვინც ვერ მოასწრეთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ და ისე გააკეთოთ არჩევანი. პირადისთვის მეკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ სიახლეები არ გამოტოვოთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს. მათ ვინც ვერ მოასწრეთ არჩევა დააპაუზეთ, დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული ინფორმაცია. არსებული ვარიანტის წარმომადგენლებისთვის შემიძლია თქვა ესეთი რაღაც. დიდი ხანი არის, რაც უკვე საკუთარ თავზე ისეთ ზრუნვას აღარ ანხორციელებ, როგორც შეიძლებოდა რომ ადრე ზრუნავდე, ხო? შესაბამისად, აქ პირველი რაც გჭირდება, გააზრება იმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერ ყოველთვის ხარ შენ. ხშირ შემთხვევაში შეიძლება გავიწყდებოდეს, რომ თუ შენ კარგად არ იქნები, სხვა სიტუაციებს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ძირითადად შესაძლებელი არის ხშირად ცხოვრობდე სხვისი ცხოვრებით. სხვაზე იყო ორიენტირებული, სხვას რა მოეწონება, სხვას რა ენდომება, მაგრამ გავიწყდება რეალურად შენ რა გჭირდება იმისთვის, რომ იყო ელემენტარული ჯანმრთელ პოზიციაში, ხო, იმისთვის, რომ იყო უფრო მეტად პოზიტიური, უფრო მეტად გახარებული მდგომარეობით. აქ რეალურად პირდაპირ რჩევა მოდის შენთვის ესეთი, რომ ნუ გავიწყდება რეალურად რა გჭირდება, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი. იზრუნე მეტად საკუთარ ჯანმრთელობაზე, საკუთარ ფიზიკურ სხეულზე, თუ კი რაიმე სახის პრობლემა გააქვთ ჯანმრთელობის კუთხით, ან ელემენტარული, ასე ვთქვათ, დისკომფორტის თემა გაქვთ, ხო? მაშინვე მიაქციეთ ყურადღება. შეიცვალეთ იმიჯი, შეიცვალეთ, ასე ვთქვათ, მიმართულებები, ხო? ანუ მეტად იყავი კონცენტრირებული საკუთარ თავზე, მეტად შეიყვარე, მეტად დააფასე და დამიჯერე, შემდეგ უკეთესი მდგომარეობა გექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში გახსოვდეს, რომ ქვიშის საათს ხო ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი, როდესაც მაღლიდან დაბლა ჩადის, ანუ ყველაფერი ნორმაში არის, მაგრამ როდესაც უკვე ამოყირავებულ პოზიციაში არის, ყველაფერი უკვე ავტომატურად უკუღმა მიდის. ასე რომ აქ უკვე შენი არჩევანია, რას როგორ გააკეთებ. მიხვდი ხო ჩემ ნათქვამს? აი ეს იყო პირველი ვარიანტი. გადავიდეთ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული ინფორმაცია, რა არის კონკრეტულად თქვენთვის. თქვენი სიტუაციის შემთხვევაში აქ პირდაპირ ამოდის ესეთი ინფორმაცია, უსმინე საკუთარ გულს, უსმინე შინაგან ხმას და ისე იმოქმედე. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელი არის გქონდეთ საკმაოდ ძლიერი შინაგანი შეგრძნებები კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, როგორ მოიქცე, რა გააკეთო, ან უშუალოდ რა მოგანიჭებს სიამოვნებას, რა გენდომება რეალურად რომ გააკეთო, ხო, მაგრამ ხშირად ბლოკავ ამ ყველაფერს. აქ პირდაპირ მოდის ესეთი ინფორმაცია, უსმინე საკუთარ ხმას, შინაგან ხმას, დაკავდი რაიმე ახალი საქმიანობით, თუნდაც ჰობის დონეზე, რაიმე ისეთი კეთება დაიწყე, რაც აქამდე შენ შეუძლებელი გეგონა, ან უშუალოდ გქონდა გარკვეული სახის შეზღუდები ან კომპლექსი, რომ ეს გავაკეთო, ხალხი შეიძლება არასწორად იყოს განწყობილი ამის მიმართ, ან არასწორად მიიღოს ეს ჩემი ქმედება. იცხოვრე საკუთარი ცხოვრებით, იცხოვრე საკუთარი სურვილებისთვის, პირდაპირ მნიშვნელობით, უსმინე შინაგან ხმას და აკეთე ის, რაც შენს სიამოვნებას განიჭებს. იყავი უფრო მეტად, ასე ვთქვათ, თავისუფალი, იყავი უფრო მეტად გამბედავი, ვიყავი უფრო მეტად იღბლიანი და ყველაფერი უკეთესობისკენ შეგეცვლება. ხშირად ჩვენ გვავიწყდება, რომ ჩვენივე ბედნიერება და ჩვენივე სილაღე არის ჩვენივე შინაგანი განწყობიდან გამომდინარე. თუ რაღაცა მომენტში გარისკავ და რაღაცა მომენტში იმოქმედებ ისე, როგორც საჭირო არის, ისევე წაგივა სიტუაციები. თუ შენ უბრალოდ იქნები დეპრესიულ ფონზე გადაშვებული და არაფერს არ გააკეთებ, რა თქმა უნდა პასიური მდგომარეობა, უკანსვლის მდგომარეობა არის. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული ინფორმაცია, გადავდივარ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული ინფორმაციაზე.
არსებულ ვარიანტზე საკმაოდ კარგად არის მსგავსი ინფორმაცია მოწოდება იპოვე საკუთარი ცხოვრებისეული რიტმი. ახლა ეს რას ნიშნავს, ხო? შენ გჭირდება, რომ კონკრეტულ სიტუაციაში გააზრებულად იმოქმედო და მალევე აუწყო ხოლმე ფეხი იმ სიახლეებს, რომლებიც შენ ცხოვრებაში შემოდის. ხშირად შესაძლებელი არის გქონდეს შიში რაღაცა სიახლის კუთხით, რაღაცა ახალი შენ ცხოვრებაში როდესაც შემოდის, არ იცი რამდენად შეიძლება გქონდეს მისდამი მიმღებლობა, რამდენად შეიძლება გაუმკლავდი ამა თუ იმ სიტუაციას. ნუ გეშინია, ყველაფერი გადალახვადი არის, ყველაფერი მოგვარებადი არის, თავარი არის ისწავლო კონკრეტული სიტუაციით და მოცემულობით ცხოვრება. არ იყო ზედმეტად ჩარჩენილი წარსულის თემებში, რომ აი წარსულში ესე ვაკეთებდი, ან ესე იყო, ან პირიქით მომავალში ეს მინდა რომ გავაკეთო და ესე რომ იყოს. იცხოვრე არსებული რეალობით, რომელიც ამ მომენტისთვის მოგეცა. იცხოვრე იმ რეალობით, სადაც ამ მომენტისთვის იმყოფები პრობლემების კუთხით, თუ პირიქით უფრო მეტად პოზიტიური ენერგიების კუთხით, ხო? თავარი არის, რომ შენ გქონდეს მეტი მიმღებლობა იმის, რომ მოცემულობას უყურებ რეალურად ისე, როგორც არის და არ იყო რაღაც ფანტაზიების თემაში, არ იყო გადაშვებული ზედმეტად გადაშვებული წუწუნის თემაში, მელანქოლურ ენერგიებში, ხო? ეცადე, რომ მეტად შეიქმნა საკუთარი ჰარმონიული გარემო, ის ადამიანები, ვისთანაც კომუნიკაციაში შედიხარ, ის სიტუაცია, სადაც ცხოვრობ, ხო? ელემენტარული შეგიძლია დეკორაცია შეცვალო, შეგიძლია რაღაც შეცვალო იმ გარემოში, სადაც იმყოფები. თავარი არის, რომ თავისთვის მოიწყო მაქსიმალური კომფორტის ზონა. ასევე თქვენ შემთხვევაში საკმაოდ კარგად შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, კავშირი მცენარეებთან დაკავშირებით და ასევე კონკრეტულად მინერალებთან დაკავშირებითაც, ეგრეთ წოდებული კრისტალები, ქვები, მინერალური საკმაოდ კარგად იმუშავებს და შეგიძლიათ ამ კუთხითაც უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ. აი ესეთი იყო 3 ვარიანტის არსებული ინფორმაცია, გისურვებთ წარმატებას ნახვამდის.